მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას მე-12 თავიდან. აღნიშნული თავი ფიგურათა გარდაქმნას ეხება და ჩვენ ძირითადად ხუთი სახის გარდაქმნა გვაქვს გასავალი, ზოგიერთი მათგანი პრინციპში თითქოს ბოლომდე დასავლი გვაქვს, მაგალითად მსგავსების გარდაქმნა. მსგავსების გარდაქმნა, ანუ ეს რას გულისხმობს ახლა? თქვენ იცით ორი სამკუთხედი რა დროს არის, ორი ფიგურა რა დროს არის მსგავსი და ფაქტობრივად მსგავსების გარდაქმნა არის ფიგურის ისეთი გარდაქმნა, როდესაც მის მსგავს ფიგურაში გადაიყვანს ახლა და აქ ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, ადრე მე-6 თავში რაც გვაქვს დასავლი განხილული, შემდეგ მე-7 თავში შევამატეთ მსგავსებით რაღაცა გენერირებული თვისებები და გარკვეულწილად მე-8 თავშიც, საკმაოდ ცელი ფუნდამენტური საკითხია მსგავსება და შესაბამისად მსგავსების გარდაქმნაც ამ მომენტს ემყარება. კიდევ ჩვენ საკმაოდ ინფორმირებული ვართ სიმეტრიაზე, სიმეტრიის გარდაქმნა. ჩვენ ეს დავჭირდა, როდესაც ფუნქციების შესწავლა დავიწყეთ ალგებრაში. პრინციპში მაშინვე უკვე გაჩნდა საჭიროება გარკვეულწილად სიმეტრიაზე ინფორმირებული ყოფილიყავით, ფუნქციის თვისებები ვისწავლეთ, კენტი ფუნქციის, ლუცი ფუნქციის და იქ იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, y და კოორდინატთა სათავისუფლად, y-ისა და კოორდინატთა სათავისუფლად სიმეტრიისა, ხო? და ჩვენ გაკვეთილებზეც ამოცანების გარჩევის დროს არ ვახსოვს ახლა, მაგრამ გვექნებოდა ალბათ საუბარი, რას ნიშნავდა სიმეტრიული გადატანა, ეს ასოეთ სიმეტრიის გარდაქმნა, ღერძის მიმართ, ცენტრის მიმართ და როდესაც თავად სხეულს გააჩნია ცენტრული ან ღერძული სიმეტრია, ეს უნარი რომ მისი ერთი ნაწილი ისე გარდაიქმნას, რომ ან ღერძის მიმართ, ან ცენტრის მიმართ დაედაროს მეორე ნაწილს რა. მოდი ჩავაგდეს პრინციპში გავაპლიუსებ, ახლა ჩვენ რაც არ გაგვივლია ჰომოთეტია ეგ, ჰომოთეტია, ანუ ამოცანებში ახლა ყველაფერს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, მაგრამ აიც ეს უფრო საინტერესო საკითხი შეიძლება იყოს ჩვენთვის, რადგანაც ახალია. პრინციპში პარალელური გადატანაც ახალია, მაგრამ წინა თავიდან გამომდინარე, ისეთი ამ თავის მთელი რიგი მაგალითების განხილვის დროს ერთგვარი რაღაცა დეჟავიუ განწყობა გექნებათ, ეს ხო უკვე ავაკეთე თუნდაც ეს კონკრეტული ამოცანა, იმიტომ რომ პარალელური გადატანა ფიგურის ყველა წერტილის კონკრეტულ რაღაც ერთი და იმავე ვექტორით გადატანას ნიშნავს და ვექტორზე საკმაოდ ღრმად ვისაუბრეთ ჩვენ მე-11 თავში. მოდი ამას კითხვის ნიშნავს არ დავწერთ. ნახევრად დავაპლიუსებ აი ამას. ცას. და მობრუნება. მობრუნება პრინციპში საინტერესო ამოცანებით არის ამ თავში წარმოდგენილი. მაგრამ რამე განსაკუთრებული რაღაც ისეთი წინასწარი თეორიული მუღამით არ ხასიათდება რა. ეგეც გარკვეულწილად დაფიქრი გვაქვს, მაგრამ ახლა უფრო კონცენტრირებული ვიქნებით ფიგურის გარდაქმნის ამ კონკრეტულ დავალებებზე რა. და ეს ხუთი გარდაქმნა, რომელიც პრინციპში უფრო მეტად აი ეს 4 ამ თავში იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ახლა 12-ის 1-ს, ახლა ალბათ არ ვიწყეთ მეგობრებო, რომ ბევრ ნომერშია ასე რამდენიმე ერთი და იგივე ხასიათის დავალება და ყველაფერს ვერ გავაკეთებ რა. შევარჩა მაგალითად ახლა აქ ხოლმე 12-ის 1-ში რომ რამდენი წერტილია, 6 წერტილია და თითოეული მათგანი გადავიტანო კოორდინატთა სათავისუფლო მიმართ სიმეტრიით, x ღერძის მიმართ სიმეტრიით, y ღერძის მიმართ სიმეტრიით და ძალიან შემოტევადი იქნება ახლა ეგ და თან რამე განსაკუთრებული ეფექტის მომდანი არ იქნება. შევარჩევ ერთ წერტილს, აი მაგალითად მოდი შევარჩიოთ f, f წერტილი და მოდი გადავიტანოთ ის კოორდინატთა სათავისუფლო მიმართ სიმეტრიით
OX ღერძის და OY ღერძის მიმართ სიმეტრიით. მოდი მეცაც გაგახსენებთ ახლა თქვენ ხუთი ტიპის სიმეტრიული გადატანა გაქვთ დასწავლი. როგორ ვიქცევით OX ღერძის მიმართ, აი OX-ის ასე დავწერთ. OX-ის მიმართ სიმეტრიისას. და მე ნახატებსაც განახებთ. იცვლება, მეგობრებო, ნიშას იცვლის ის კოორდინატი, რომლის მიმართაც არ გადაგაქვს. აი, ნახე, OX-ის მიმართ ხო გადავაქვს. ეს შეინარჩუნებს X კოორდინატი ნიშას და ნიშას შეიცვლის Y კოორდინატი. ანუ მივიღებთ რაღაცა F', რომელიც არის 1, 4 კოორდინატებით. რა იქნება Y-ის მიმართ? ეს ერთგვარად გაზეპირებული უნდა გქონდეთ რა. რა თქმა უნდა, ნახაზე ძალიან მარტივია მაგის წარმოქმნა. აიღე 1-4 წერტილი სად არის? ნუ დაახლოებით აქ არის, ხო? 1-4, აი აგერ არის F წერტილი და OX-ის მიმართ სიმეტრია რა იქნებოდა? როგორ გადაგვაქვს ღერძის მიმართ სიმეტრიულად წერტილი უშვებთ მართობს ამ ღერძზე და იგივე მანძილით გადავზომა მოპირდაპირე მხარეს, ხო? ღერძის მიმართ სიმეტრიული გადატანა სწორედ გარდაქმნა სიმეტრიის ღერძული სიმეტრიის გარდაქმნა ამას ნიშნავს სწორედ რომ მოცემულ ღერძზე დაუშვებ რომელიც კიდე რომ სიმეტრიის ღერძი იყოს ფიგურის ყველა წერტილი და მართობს და გადაზომა მოპირდაპირე მხარეს იგივე წრეს გააგზავნებთ იგივე მანძილით რა. და აი რომ გააგზავნე ხა იგივე მანძილით ეს 4 არ იქნებოდა, თუ ქვემოთ 4 იყო. ანუ ეს დადებითი 4 არ გახდებოდა და x იგივე არის, ანუ 1-4 არ იქნება ამის კოორდინატები. Y-ის მიმართ სიმეტრიის დროს რა იქნებოდა? იქნებოდა Y შეინარჩუნებდა ნიშანს, ასე და X-ი შეიცვლიდა, ხო? აი აქ Y-ის მიმართ სიმეტრია რომ გაგიკეთებინათ, ნიშანს Y შეინარჩუნებდა და X-ი შეიცვლიდა, გახდებოდა -1. რა ხდება კოორდინატთა მიმართ სიმეტრი, კოორდინატთა სათავის მიმართ სიმეტრიისას? ორივე იცვლის ნიშანს, ანუ ერთის და მეორეც 1-1 გახდება და -4 დადებითი გახდება. ანუ უნდა შეერთო კოორდინატთა სათავესთან და უნდა გადადო და ანუ თავისთავად ორივე აგერ ესეც და ესეც საპირისპირო ნიშნიანი გამოდის. ჩვენ ამას გარდა გვაქვს OX-ის მიმართ სიმკვრივში Y უდრის X წრფის მიმართ სიმეტრია გვაქვს. ნასწავლი და გვაქვს ნასწავლი Y უდრის -X წრფის მიმართ სიმეტრია. შეგახსენებთ ახლა მეგობრებო, რას ნიშნავს Y უდრის X-ის მიმართ სიმეტრია? ეგ არის კოორდინატთა სათავეზე გადის, ეგა Y უდრის X წრფე და ამის მიმართ სიმეტრია ნიშნავს აი აქ თუ გვაქვს წერტილი რაღაცა AB კოორდინატებით, ეს გადმოგვაქვს ასე მოპირდაპირე მხარეს დაუშვებთ მართობს ამ ღერძზე და გადმოგვაქვს მოპირდაპირე მხარეს, ნუ არ არის რთული საჩვენებელი, რომ ამ დროს კოორდინატები უცვლიან ერთმანეთს ადგილს რა, ნუ აქ იქნებოდა გავწეროთ 4 გავწეროთ აქ ადგილს გაუცვლიან უბრალოდ -4 გადმოვიდოდა წინ და 1 გადმოვიდოდა მერე. და რაც შეეხება Y უდრის -X-ის მიმართ სიმეტრიის დროს, აი ეს არის Y უდრის -X, ხო? ასე რომ დავუშვათ მართობი და გადმოვზოვოთ იგივე სიგრძით. რა იქნებოდა ამ წერტილის ახალი წერტილის კოორდინატები? უბრალოდ ადგილს კი არ შეუცვლიდნენ ერთმანეთს, არამედ ნიშნებსაც შეიცვლიდნენ თავად. ანუ ეგ იქნებოდა თან ადგილებსაც გაუცვლიდნენ 4 წინ გადმოვიდოდა 1 მერე და -4 დადებითი 4 გახდებოდა და 1 უარყოფითი 1 გახდებოდა რა. ეგ გასაკეთებელი მეგობრებო, ასე უნდა მოიქცეთ. მოდი ახლა პირდაპირ 12-ის მეორეზე გადავიდეთ ჩვენ. 12-ის 2 და სიმეტრიის რამდენი ცენტრი აქვს? აი ამას რომ დავფიქრდეთ ახლა ეს ხათაშორის საინტერესო კითხვა, ანუ მონაკვეთს წრფეს და სამკუთხედს, ხო? ნუ სამკუთხედს რო მივაკითხოთ ახლა სამკუთხედი. საერთოდ სიმეტრიის ცენტრთან დაკავშირებით, რომ რა არის სიმეტრიის ცენტრი, ესეც გააქვთ თქვენ გავლილი ალგებრაში, რაღაცა კენტ პარაბოლებს რო ვიხილავთ რაღაც კენტი ფუნქციის, აი
ეგ იყო თუ გახსოვთ Y უდრის X კენთხარისში, აი მაგალითად კუბში რომ ადის მისი გრაფიკი, ხო? აქ არის კოორდინატა სათავე, აქ იქნებოდა კოორდინატა სათავე. და ცენტრული სიმეტრიით ხასიათდება ეგ და რა არის ცენტრული სიმეტრიის მიგნების, ანუ სიმეტრიის ცენტრის მიგნების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. სიმეტრიის ცენტრი იქნება ის წერტილი, რომელთან შეერთებითაც და იგივე მანძილით გაგრძელების მერე ნებისმიერ ფიგურის ნებისმიერ წერტილი ისევ ფიგურაზე აღმოჩნდება. ანუ მაგალითად ავიღე რაღაც აწერტილი, ხო? შევაერთე სიმეტრიის ცენტრთან, ანუ პირობითად ოსთან. ნუ რაღაცა მანძილია, ამანძილია ეს. იგივე ამანძილით ამ წრეს თუ გავაგრძელებთ, მეგობრებო, და ისევ ფიგურაზე აღმოჩნდებით, ხო? ნებისმიერ წერტილს თუ იგივე თვისება იქნება, მაშინ იწოდება წერტილი სიმეტრიის ცენტრად რა. ანუ სიმეტრიის ცენტრი არის წერტილი და ეს ალგებრულ ფიგურას ეკუთვნოდეს. აი მაგალითად ახლა თქვენ რომ ჰიპერბოლა გქონდეთ აქ, ამ გრაფიკს არ ეკუთვნის რაღაცა ჰაერშია წერტილი, ის იქნება მისი სიმეტრიის ცენტრი. აი მაგალითად პარაბოლას გააჩნია სიმეტრიის ცენტრი, საკმაოდ განსაკუთრებული ფიგურაა თვალსაზრისით პარაბოლა და რომელი წერტილიც არ უნდა შეერთო თვალსთან და გააგრძელო იგივე მანძილით, აღმოჩნდები ისევ პარაბოლაზე რა. ნუ ტოლგვერდა სამკუთხედს სიმეტრიის ცენტრი არ გააჩნია და ტოლგვერდა სამკუთხედს თუ არ გააჩნია, არც ერთ სხვა სამკუთხედსაც არ გააჩნია, მეგობრებო, იმიტომ რომ იგივე რომ შევაერთოთ მაშინ ნებისმიერ წორო და იგივე მანძილით გავაგრძელოთ, ფიგურაზე არ აღმოჩნდებით რა. მაგრამ არსებობს სიმეტრიის ცენტრის პოვნის უფრო რაღაც ისეთი შინაურული პრინციპი, მიდგომა, სიმეტრიის ცენტრად შეგიძლია ჩათვალო წერტილი, რომელზე გავლებული ნებისმიერი წრფეც, აი რა წრფეც არ უნდა გაატარო, მოცემულ ფიგურას ტოლ-ნაწილად დაყოფს რა. ანუ მაგალითად პარაბოლის დიაგონალების გადაკვეთის წერტილზე ჩვენ რა წრფეც არ უნდა გავატაროთ, აი რა წრფეც გაგეხარდება რომ გაატარო, აი ეს პირველი ფიგურა, აქეთ და მეორე ფიგურა იქნება იდენტური რა. ზუსტად ერთი და იგივე. ოღონდ ნებისმიერი წრფე უნდა აკეთებდეს ამას. და ტოლგვერდა სამკუთხედის და ნუ მithumetes არც ერთი სხვა სამკუთხედის შემთხვევაში არც ერთ წერტილს არ აქვს, აი სიმძიმის ცენტრსაც ეგ უნდა არის. მედიანების გადაკვეთისაც, აი გავალოთ ახლა ფუძის პარალელური წრფე. ორი ერთნაირი ფიგურა მივიღეთ, ზემოთ სამკუთხედია, ქვემოთ ტრაპეცია. სამკუთხედს საერთოდ არ აქვს სიმეტრიის ცენტრი. რაც შეეხება ახლა მონაკვეთს. მონაკვეთს, რა თქმა უნდა, ერთი სიმეტრიის ცენტრი აქვს. ზოგადად როგორც წესი ფიგურებს აქვთ ერთი სიმეტრიის ცენტრი და ამით არიან რაღაც დაგევაც ისე ნიშანდობლივი. ერთ წრფე არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც უამრავი სიმეტრიის ცენტრი გააჩნია მას. ნუ რატო ახლა თუ მონაკვეთზე ერთადერთი წერტილი არსებობს, მისი შუა წერტილი, რომელსაც თვისება რომ რა წრფეც არ უნდა გაატარო, შუაზე გაიყოფა ეს ფიგურა, წრფეზე ნებისმიერ წერტილს აქვს მაგუდარი, რომ ნებისმიერ წერტილზე გავლებული ნებისმიერი წრფე, მეგობრებო, შუაზე გაყოფდა, ანუ ორ ერთნაირ ნაწილად გაყოფდა წრფეს. თუ წრფეს აქვს უამრავი სიმეტრიის ცენტრი. ახლა რაც შეეხება სიმეტრიის ღერძს, სხვათა შორის ეს არის საკმაოდ დამამნეველი კითხვა, თუ გვეკითხებიან სიმეტრიის ღერძს მონაკვეთთან და ის ხივთან მიმართებით რა. მონაკვეთს რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს და ყოველთვის გინდა თქვა რაღაცა აგერ გაქვს რაღაც მონაკვეთი და გინდა თქვა რომ ერთი სიმეტრიის ღერძი აქვს. აი, ერთი სიმეტრიის ღერძი აქვს, ასე ხო? ეს შუაზე გაიყოფოდა და ის არის ერთი ცალი. მაგრამ სინამდვილეში მეგობრებო, მას აქვს ორი სიმეტრიის ღერძი და ახლა რა მოდი დავფიქრდეთ სიმეტრიის ღერძის იდეაზე. რას აკეთებს სიმეტრიის ღერძი? მოდი შინაურულად ვთქვათ, პრინციპში ესე სიმეტრიის ღერძი არის წრფე, რომელზე გადაკეცვითაც ფიგურის ერთი ნაწილი მეორე ნაწილს დაემთხვევა, ხო? რომ გადმოვუკეცოთ ახლა ჩვენ აი აქ რაცა ეს AB წერტილი რო არის, ეს B გადმოვა აქეთ და ზუსტად დაემთხვევა A-ს, ხო? კი ბატონო. მაგრამ მოდი წარმოვიდგინეთ ახლა მეგობრებო იგივე AB მონაკვეთისთვის
ხო, ნუ შუა მართობი გამოდის ერთი სიმეტრიის ხერხი, ხო, მასე გადაკეცვით, მონაკვეთის ერთი ნაწილი მეორეს დაემთხვა. ანუ ხა წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. თვითონ ამ მონაკვეთის შევცველი წრფე რომ გავალოთ რაღაც, ხო, აი ასე. რად გაიყო ფიგურა? ფიგურა გაიყო ორ ცარიელ სიმრავლეთ, ხო? რაღაცა ზემოთაც არაფერი არ გვაქვს, ქვემოთაც არაფერი არ გვაქვს. და ამ ხელზე რომ გადაკეცო სიმტყის ეს ორი ნაწილი, ზედა და ქვედა, ხო დაემთხვა ერთმანეთს. ანუ კი ცარიელია, ეს ცარიელი ხო ტოლობაა ფაქტობრივად ზემოთაც არა, ქვემოთაც არა. გაიხსენეთ ჩვენ თოლფასი კატოლიკები რო გვაქვს დასწავლი, თუ ერთ კატოლიკობას ამონახსნა სიმრავლე არ ქონდა და მეორე კატოლიკობას ამონახსნა სიმრავლე არ ქონდა, ისინი თოლფასებად ითვლებოდნენ, ხო? და შესაბამისად აქაც ეს სიცარიელი შედაერთვა, ანუ გამოდის, რომ თავად ამ მონაკვეთმა, უბრალოდ ამ მონაკვეთის შეცვლილ წრფემ შეასრულა სიმეტრიის ღერძის თვისება რა. ამიტომ მონაკვეთს გააჩნია ორი სიმეტრიის ღერძი. ნუ ახლა აქ ჩვენ სხივი რომ გქონდეს მოცემული და გვეკითხებოდეს სხივს რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს. უცებ ხო გინდა თქვა რომ არა აქვს და არა, თვითონ სხივია სიმეტრიის ღერძი თავისთვის რა. ანუ წრფეს რამდენი სიმეტრიის ღერძი ექნება, ახლა ცხადია, ექნება უამრავი. მე მართკუთხედს ორი სიმეტრიის ღერძი აქვს, აქ არ უნდა შეგეშალოთ და დიაგონალები არ უნდა ჩათვალოთ მისი სიმეტრიის ღერძად. ნუ რატო? როდესაც ახლა მართკუთხედს იღებ და გავავლე დიაგონალის შემცველი წრფე, ხო? ასე გავავლე დიაგონალის შემცველი წრფე. ამ ღერძზე გადაკეცვით როგორ მოძრაობენ წერტილები? წერტილები ყოველთვის მოძრაობენ მართობულად, აი დაუშვებ მართობს და გადადებ, ხო? ღერძული სიმეტრიის გარდაქმნის იდეა ეგაა. წერტილი როგორ გარდაიქმნება ღერძის მიმართ სიმეტრიით? დაუშვებ მართობს და გააგრძელებ ამ წრფეს იგივე მანძილით გადადებ. და აი თქვათ ეს C წერტილი სად მოდის ნახეთ, ხო, აი და შესაბამისად ფიგურაზე არ აღმოჩნდებოდი. ასე იგი მართკუთხედისთვის დიაგონალი არ არის სიმეტრიის ღერძი. და წრეწის უამრავი სიმეტრიის ღერძი გააჩნია, მაგრამ აქ ეს საკამათო აღარ არის. უამრავი. ნუ მართკუთხედს გააჩნია ორი. კარგი, ნახოთ ახლა რას თხოვს მეოთხე ამოცანა. აი, ნუ ახლა თავად ნახაზიდან გამომდინარე გავაკეთოთ, ხო? მეოთხე, ესე იგი აბეცდე კვადრატი დაყოფილია ერთმანეთის ტოლ კვადრატებად, რომელთაგან ზოგი გამუქებულია. ნუ ხედავთ ახლა აქ კარგად ჩანს გამუქება, რომელ ნახაზია გამოსახული ფიგურა სიმეტრიული ორ წერტილის მიმართ. ანუ ჩვენებური ეს განმარტება რომ ვთქვათ ახლა, ესე იგი ოწერტილი თუ სიმეტრიის ცენტრია, მასზე გავლებული ნებისმიერი წრფე ორტოლ ნაწილად უნდა ყოფდეს აღნიშნულ ფიგურას. და რომ გავავლოთ მაგალითად ასეთი წრფე. ორი ტოლი გამუქებული ნაწილია? არა. ანუ არ იქნებოდა შესაბამისად, ხო? ეს არ იქნებოდა. აი რომ გავავლოთ ახლა აქაც აღნიშნული წრფე. და გადავკეცოთ არა, ზუსტად ორი ერთნაირი ფიგურა გამოვიდა, გადაკეცვა არ უნდა სიმეტრიის ცენტრს. უბრალოდ მასზე გავლებული ნებისმიერი წრფე ორ ერთნაირ ნაწილად უნდა ყოფდეს. და ასე რომ გამევლო, ნახეთ ახლა ეს მარჯვენა ქვედა მხარე უფრო დიდია ფიგურით ვიდრე ზედა მხარე და შესაბამისად ეგ სიმეტრიის ცენტრის ნიმუში ვერ იქნებოდა. და ასე რომ გამევლო აქაც, აქეთ ორი ნაწილი, აქეთ სამი კვადრატი, შესაბამისად ორ ნაწილად არ დაიყო. და თუ თქვენ აი შეხედავთ ახლა ასე როგორათაც არ უნდა გავავლოთ წრფე. ხო, აი მაგალითად გავავლე ასე. ასე გავავლე. გიგვირდით ახლა აქ როგორი სიტუაციაა, შეხედეთ. აი აქ რომ გაქვს ერთი სამკუთხე აგერ, მაგნაირი ზემოთ აგერა გაქვს, ხო? აგერ რომ გაქვს, ხო, მაგნაირი აგერ არის. აგერ რომ გაქვს, მაგნაირი აგერ არის. აგერ რომ გაქვს, აგერ არის. ზუსტად იდენტური ნაწილებისგან შედგება
ამ წრის ვივართ ზემოთ მოქცეული და ამ წრის ვართ ქვემოთ მოქცეული გაფერადებული ნაწილები. თავდაპირველად იქნებოდა მეოთხეში შესაბამისად პასუხი. ახლა რაც შეეხება 12-ის 4-ის მეორე კითხვას, აქ ალბათ სიმეტრიის ღერძის ვართ სიმეტრიულ ვარსკვლავით, ხო? AB და CD მონაკვეთის შუა წერტილებზე. კი ბატონო, სად არის AB მონაკვეთის შუა წერტილი, სად არის აგერ არის. ასე უნდა მოდიში ასე უნდა გავევლო, ხო? აქაც ასე უნდა გავევლო, აქაც ასე უნდა გავევლო. მაგრამ რომელია თქვა, ახლა ღერძის მიმართ სიმეტრია რა იქნება? ამ ღერძზე გადაკეცვით ერთი ნაწილი მეორე ნაწილს იდენტურად უნდა ეუთხოვდეს და თუ ცხადია, მაგნაირი აქ არის D პასუხი, ხო? თუ გადავკეცავდით, ხო, ეს აქედან მოვიდოდა აქ დაემთხვეოდა ზუსტად იგივე მანძილით თუ გადავიტანდით, მეგობრებო. კარგი. მოდი მეხუთეც ნახოთ და ვაკვირდეთ ახლა. სიტყავს მოbrunებასია, ხო? კარგი, აბა რა ხდება ახლა მოbrunებაზე უცებ რა უნდა მახსოვდეს. ну, შეიძლება თქვენ ასეთი ჩანაწერი შევხვდეთ მოbrunებაზე, თქვის არ მოდის ასეთი ჩანაწერით, ახლა მე არ მახსოვს, გამოცდებზე ყოფილიყოს, მაგრამ გამოცდას დავიდოვანებოდ, ხოდა გვესმოდეს, რა არის ახლა. და აქ იწერება ცენტრი, რის მიმართ ხდება მოbrunება და ზემოთ იწერება კუთხე, რა კუთხით ხდება მოbrunება. ну, შეიძლება ფიგურა, აი ამ R-ული ალფა მოbrunებით მოაბრუნდეს. ან შეიძლება რაიმე წერტილი მოაბრუნდეს და აქ რაღაცა წერტილი და ის აისახა A1 წერტილში შეიძლება ასეთი რაღაცაც ეწეროს, ასეც ეწეროს რა. ну, იგულისხმება, რომ A წერტილი O ცენტრის მიმართ ალფა კუთხით მოაბრუნდეს. ახლა, ну, სადღაც არის O წერტილი, მაინც ტექნიკურად როგორ ხდება მოbrunება და სადღაც არის A წერტილი. აი, როგორ უნდა მოვაბრუნო? მოვაბრუნე რას ნიშნავს ახლა ალფა კუთხით? რაღაცნაირად ხო უნდა გახოციებდეს ამის ტექნიკა როგორ არის. ну, პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ თუ არ არის დაკონკრეტებული საათის ისრის მიმართ ხდება მოძრაობა თუ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, ეს მოbrunება და უბრალოდ გეუბნება მოაბრუნდეს 30 გრადუსიანი კუთხით. მაშინ გახსოვდეთ, რომ მოbrunების დადებით მიმართულება, ანუ 30 გრადუსიანი ასპირდარი მოbrunება, ითვლება საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. თუ გეუბნება -30-ით მოაბრუნო, მაშინ საათის ისრის მიმართულებით მოუბრუნებ. თუ არა და ხშირად უბრალოდ ამბობენ ავტორები, აკონკრეტებენ თავად, რომ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ხდებოდა ბრუნვა თუ თანამიმართულად. ახლა როგორ მოვაბრუნოთ ამ ალფა კუთხით? ვაერთებთ, მეგობრებო, აუცილებლად მოbrunების ცენტრს მოსაბრუნებელ წერტილთან და ადგები ახლა გაავლებ სათავიდან სხივს ისე რომ ალფა კუთხეს ქმნიდეს ამ OA მონაკვეთთან. უпростоრად სხივს კი არ გაავლებ, თავად ამ OA მონაკვეთის ტოლ მონაკვეთს აიღებ, აი ასე აიღებდი. ასე აიღებდი რაღაც OA1 მონაკვეთს, რა თქმა უნდა OA1-ის ტოლია და ამ ორ სხივს შორის კუთხე იქნებოდა. აი, ეგ არის, მეგობრებო, მოbrunება წერტილის ასახვა A1-ში. უნდა შეაერთოთ მოbrunების ცენტრთან მოსაბრუნებელი წერტილი და ეგ მონაკვეთი მოაბრუნოთ კონკრეტული მოცემული კუთხით. ასე წერტილის მოbrunება ტექნიკურად სხვანაირად არ ხდება. ფიგურის მოbrunება შესაბამისად იქნებოდა როგორი? აი, მაგალითად, O ცენტრის მიმართ ვაბრუნებთ რაღაცა სამკუთხედს და შეაერთებდით მოცემულ ცენტრს სამკუთხედის ასე კონკრეტულ წვერთან, თქვათ 100-თან, ვაბრუნებდით მას ასე. მერე შეაერთებდით B-სთან
მოაბრუნებდით მასაც, პირობითად, ხო, აქ ასე, ეს იქნებოდა უკვე ერთი მონაკვეთი მოbrunების და ანალოგიურად შეერთებით მესამეს, ანუ ფიგურა რომ მოაბრუნო, უნდა ადგედა მისი ყველა წვერო უნდა მოაბრუნო და ანუ მეგობრებო მოbrunებული აღნიშნული ფიგურას ერთ დაახლოებით ალბათ ასე იქნებოდა ხო რომ მოbrunდებოდა. შეიძლება ფიგურის ყველა წერტილი მოbrunებული გამოვა. საკმარისია ვავრუნოთ მისი წვერვები. აი, მოდი განვიხილოთ ახლა ეს 12-ის 5 კონკრეტული მაგალითი. რომელ წერტილში აისახება A3 ნული და B05 წერტილები? მოდი ერთ-ერთი ავიღოთ თქვათ, აი მოდი აგერ B05. დეკრეტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემას ვიღებთ. ასე. მომნიშნოთ B05 წერტილი დაახლოებით სად იქნება, ანუ y ღერძზე იქნება, იმიტომ რომ x კოორდინატი 0-ია, ხო? 1 2 3 4 5, ნუ დაახლოებით აქ არის. ხო, აქ არის B წერტილი. ასე. 90 გრადუსია მოbrunება რა არის? რას ვაკეთებთ იდეაში ჩვენ? ვაერთებთ ასე, ხო? კოორდინატთა სათავეს, იმიტომ რომ სათავის მიმართ ხდება მოbrunება, ხო აგერა კოორდინატთა სათავის მიმართ არის მოbrunება, ვაერთებთ მასთან და 90 გრადუსით ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით საათის ისრის, ხო, აი აქეთ 90 გრადუსით ვაბრუნებთ. თუ სად იქნება ახლა ოქროები ეს მონაკვეთი, ხო? თავად x ღერძზე არ გაჩერდება, თუ აქ იქნება სადღაც, ხო? თქვათ B1. და რა იქნება ეს არ იქნება იგივე -5? ანუ B1-ის კოორდინატები იქნებოდა -5 0, 90 გრადუსით რომ მოbrunდებოდა. აქ მოვიდოდა ასე. და 180 გრადუსი ეს არის 90 გრადუსია მოbrunდება და 180 თუ მოbrunდებოდა, რა თქმა უნდა, მოვიდოდა ისევ y ღერძზე და მისი კოორდინატები იქნებოდა, ასე ვთქვათ, 0 -5. ის პასუხები სწორი იქნება ახლა რაზე დავკარგოთ აქ ჩვენ დრო -5 0 0 ხო, კი. მოდი მე-6-ს დავაკვირდეთ ახლა. რა ხდება მეგობრებო? აქ 12-ის 6. 12-ის 6. იპოვეთო K2 - 3 წერტილის სიმეტრიული წერტილი. და არის სხვადასხვა წრფე. ნუ არაფერ ტექნიკურად გავაკეთოთ ახლა ეგ. ავიღოთ იგივე თქვათ პირველ კითხვაზე რომ გავცეთ პასუხი. ავიღოთ დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემა. ზოგჯერ ამოცანები ისეა მეგობრებო, რომ საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ზუსტად ახას ააგებ თუ არა, შეიძლება საერთოდ ღერძებიც არ აიგო, ისე ლოგიკურად ამოხსნა, რომ მაგალითად ჰომოთეტია ძალიან კარგად კეთდება, ისე კონკრეტული ნახაზის აგების გარეშეც, მაგრამ ახლა საერთოდ სიმეტრიულ გადატანაში ძალიან კარგად გეხმარება ნახაზი, გააჩნია ამოცანასაც ახლა. ზოგჯერ ზედმეტია ნახაზი. წერტილი 2-3 კოორდინატებით, ნუ თქვათ, აგერ არის ეს 2, ნუ დაახლოებით აქ იქნებოდა -3, ხო? ნუ აგერ არის ოქროები ეს K წერტილი. -2-3 კოორდინატებით. სიმეტრიული წერტილი გვინდა y უდრის -3 წრფი, x უდრის -3 წრფი. x უდრის -3 წრფი სად არის? აქ არის ხო დაახლოებით -3, ავაგოთ მოდი ეს წრფე. x უდრის ზოგადად, რომ გვეუბნებიან, ეს არის y ღერძის პარალელური წრფე. ნუ როგორ ვაკეთებთ ახლა? მოცემული წერტილი თუ უნდა გადავიტოვოთ რაიმე ღერძის მიმართ სიმეტრიულად, ამ წერტილს დავუშვებთ მართობს მოცემულ წრფეზე და რადგანაც ახლა ეს წრფე y ღერძის პარალელური იყო, მაშინ კადალბასზე დაშვებული მართობი x-ის პარალელური იქნებოდა და გადავზოგავდით იგივე ბალანსით, ანუ ეს ხო 5 იყო, ესე იგი 5-ით უნდა გადაგვეზობა აქეთ. შესაბამისად, ეს ასე კონცენტრირდეს, რა იქნებოდა? უნდა ვაგეგმილებდით აი ამას, ხო?
5-ით რომ გადავზობა, ესე იგი -3-ს კიდევ 5 გამოაკდებოდა, ანუ -8 იქნება. და -3-დან მარცხი უნდა ვიყოთ -8. თუ შესაბამისად აღნიშნული წერტილის კოორდინატები ავიღოთ რაღაცა. ну, პრინციპში იყოს თეთრად რაღაცა. ერთი წერტილი რა იქნებოდა კაერტის კოორდინატები -8 -3, ხო? Y იგივე დარჩებოდა. ზუსტად იგივეს გავაკეთებთ Y უდრის 2 წრფის მიმართ, უბრალოდ Y უდრის 2 წრფე ასე იქნებოდა და ამი აქედან ამის მიმართ დავუშვებით ასე მართობს, X იგივე დარჩებოდა და რადგანაც ეს სიგრძეში გამოდის 2 ხო არის, 5 ზემოთ 5 უნდა ყოფილიყო აქაც, ანუ 2-ს დაემატებოდა და 2 7 წერტილი იქნებოდა, მეგობრებო, აქ სიმეტრიის ასახვა, ხერხული სიმეტრიის ასახვა რა. 2 წერტილის მიმართ. ახლა აი შეგვიძლია საერთოდ დახაზიც არ გავაკეთოთ უფროები, თუ პრინციპში მოდი გავაკეთოთ და პრიმიტიული გამოდის უფრო ვიდრე დახაზის გარშე. სად არის 2 წერტილი? 2 წერტილი არის მეგობრებო, ასე ხო? აგერ არის 2 წერტილი. მაგალითად M წერტილი რაღაცა. წერტილი მის მიმართ სიმეტრიულად რომ გადავჭამთ, საერთოდ სიმეტრიული გადატანა მაგალითად A წერტილი M წერტილის მიმართ როგორ ხდება, ვაერთებთ და ვაგრძელებთ იგივე ტოლი ბალძილით, მაგრამ ეს წერტილები ერთმანეთის თავზე რომ შევაერთებდით და გავაგრძელებდით ოქროები, ხო? აი აქ აღმოჩნდებოდა რა ბალძილიც აქ 5-ია, ზუსტად იგივე ბალძილზე არ აღმოჩნდებოდა? ძალიან ისო დაწერტილის კოორდინატები 2 7 იქნებოდა ზუსტად რა. ფაქტობრივად დაემთხვეოდა Y უდრის 2 ხერძის მიმართ სიმეტრია რომ განვიხილეთ. ну განვიხილეთ ჩვენ სამივე პატარა კითხვას გავეცით 12 სექტში პასუხი. აბა მოდი ნახოთ ახლა 12-7. რომელ წერტილებში გადაიყვანს -3 ვექტორით განსაზღვრული პარალელური გადატანა. ახლა საერთოდ პარალელური გადატანა როგორ ხდება? აი მაგალითად წერტილი გადაგვაქვს პარალელური გადატანით, ხო? და უნდა მოხდე რაიმე M წერტილში. ну ეგ არის მეგობრებო ყოველთვის ერთი და იგივე კონკრეტული ვექტორით გადატანა. აი მაგალითად თქვენ გინდათ სამკუთხედი გადაეტანოთ პარალელურად, ხო? ABC სამკუთხედი. და როგორ აი მაგალითად გადავიტანეთ აი აქ ეს ABC სამკუთხედი პარალელურად. ეგ რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს შესაბამისად შეერთოთ. ეს რა ვექტორიცაა? ზუსტად იგივენაირი ვექტორით უნდა გასულიყო ეს და ზუსტად იგივენაირი ვექტორით უნდა გადასულიყო C წერტილიც. ანუ ყველა ვარიანტში გადასვლა ხდება ერთი და იგივე ვექტორით. შესაბამისად, შენ თუ იცი, რომ აი 12-7-ში აი A წერტილი, B წერტილი და C წერტილი დახავთ. ნახავთ რა ვექტორით, აგერ არის A ვექტორით -3 3. სად მოხდება? ну რა იქნება ამ ახალი რა თქვა A წერტილის A1 B1, ხო? ну ყველა ეს წერტილი გადავა ერთი და იმავე ვექტორით. ესეც გადავიდოდა იგივე A ვექტორით, ესეც გადავიდოდა იგივე A ვექტორით. ანუ გამოდის, რომ წერტილის საწყისთან საბოლოო მდებარეობა შორის ეს იქნება A ვექტორი იქნება რა. და ვექტორის კოორდინატებს როგორ ვითვლით? ერთსახელად კოორდინატებს ვაკლებთ ერთმანეთს, ანუ -3 იქნებოდა A-ს გამოკლებული 3 და 3 იქნებოდა B-ს გამოკლებული 0. ხო?
გამოკლებული 0. ეს რა გავაკეთე ახლა? ხო, ანუ 3 იქნებოდა, კი ბატონო, ეს 3 იქნებოდა b1 გამოკლებული 0 და ეს 3 იყო a1 გამოკლებული 3. აი, რო დავთვალოთ ახლა, რა გამოდის აქედან a1? ათილდება და 1 გამოდის 0. რა გამოდის, მეგობრებო? b1. b1 გამოდის 3. ანუ რა წერტილში გადავიდოდა? რა გამოვიდა? 3, ხო? ასეთი რაღაც ვიღეთ. ასე. ახლა 2 წერტილს -2 ორ წერტილზეც ზუსტად იგივეს ვიზამთით. 0 -2 წერტილზეც ზუსტად იგივეს ვიზამთით, მეგობრებო. აა მოდი გავთვლით. ხოდა აკვირდით ერთ დეტალს. აი მაგალითად, თუ მე x1 წერტილი რაღაც a ვექტორით a1 a2 გადამყავს x2 წერტილში. ანუ ფაქტობრივად ხო გამოდის, რომ x2 - x1 უნდა იყოს აა პირველი კოორდინატი a ვექტორის და აქედან დააკვირდით x2 არ გამოდის, x1 დამატებული a1. ამიტომ როდესაც შენ x1-დან x2-ში გადაგყავს რაღაცა a ვექტორი, აი მისი შესაბამისი კოორდინატი ემატება ამას. ანუ ფაქტობრივად b1-ის კოორდინატები რა იქნებოდა? ნახეთ, -2 დაემატებოდა -3. და 2-ს დაემატებოდა 3. ხდებით, როგორ მოვიქეცი, როგორ გავაკეთე. ანუ შენ თუ რაიმე ვექტორით გადაგავს, წესით ვექტორის კოორდინატები ხო არის საბოლოოს კოორდინატებს გამოკლებული საწყისით, ანუ საბოლოოდ უსაკლები, ესე იგი საბოლოოს კოორდინატები რას უდრის? საწყისი წერტილის კოორდინატებს, თუ არის x1 და y1 და ვექტორის კოორდინატები არის a1, a2, მაშინ სად გადააქვს ეს რა იქნება x1 + a1, y1 + ასეთი რაღაც გვექნებოდა მეგობრებო. აქაც 0-ს დაემატებოდა -3 და ისე მივიღებთ. კარგი ბატონო, მოდი ეს იყო 12-ის 7. ახლა ნახოთ 12-ის 8. აბანო. პარალელური გადატანისას 1, 2 წერტილი გადადის -1 ერთ წერტილში. რომელ წერტილში გადავა კოორდინატთა სათავე. კოორდინატთა სათავე რომელ წერტილში გადავთქვათ, გადადის mn წერტილში. ნუ თავარი იდეა რა უყავი რა არის. პარალელური გადატანის დროს აბსოლუტურად ყველა წერტილი გადადის ერთი და იმავე ვექტორით რა. ნუ გადავიდა ეს a ვექტორით, ესეც გადავიდოდა a ვექტორით მეგობრებო. მაშინ რა ხდება? თქვათ a ვექტორის კოორდინატებია a1, a2, აქაც a ვექტორის კოორდინატებია a1, a2. ეს თუ საწყისი ეს საბოლოო წერტილი გამოდის ვექტორის, მაშინ ხო გამოდის a ვექტორი და პრინციპში აქ a1 -1 გამოკლებული 1 ხო, ამას გამოკლებული s. -1 გამოკლებული 1 და a2 გამოდის 1 გამოკლებული 2, ხო, აქ -2, აქ არის -1. აი ასე. და ანალოგიურად უნდა გამოგვივიდეს აქაც ქვემოთაც a1 რა იქნებოდა m-n, ანუ m და a2 იქნებოდა n-0, ანუ n. ასე, ესე იგი შესაბამისად m უდრის -2-ს და n უდრის -1-ს, ანუ -2 -1 წერტილში გადავიდოდა მეგობრებო. ახლა რა ხდება ჰომოთეტიასთან დაკავშირებით? ნუ რა არის ჰომოთეტია, მეგობრებო? ახლა მე გეტყვით მე როგორ ვუხსნი ახლა სარესარო
ემოციურ დონეზე რა ემოციური გააზრება. ჩვენ რომ ფაქტობრივად წავკითხოთ, ნახოთ რა არის ჰომოთეტია, ანუ ეგ არის ერთი ფიგურის გარდაქმნა, რაღაცა ფიგურა გვაქვს, ვთქვათ, ფიგურა გვაქვს, ეს გარდავქმნით რაღაცა ერთ ფიგურად, ისე რომ x წერტილი, ყოველი x წერტილი, კაი ვთქვათ, a წერტილი გადადის ისეთ A1 წერტილში, რომ კოორდინატა, ანუ სრულდებოდეს შემდეგი ტოლობა რა, რომ კოორდინატი ვთქვათ ჰომოთეტიის ცენტრი AO, A1 ტოლი იყოს A-ჯერ O 100 რა. ანუ ისე უნდა გარდაიქმნას ყოველი A წერტილი A1 წერტილში, რომ ამ A წერტილიდან ჰომოთეტიის ცენტრამდე მანძილი, რაც არის მას A-ჯერ აღემატებოდეს A1 წერტილიდან ჰომოთეტიის ცენტრამდე მანძილს. ხო, ეგ არის მისი კლასიკური განმარტება, რაც ხდება. მოდი ახლა დაახლოებით მე როგორ მესმის, მე როგორ ხედავ და ემოციას რო გავაზრაოთ ამ განმარტებაში. ნუ პირველ რიგში ჰომოთეტია არის გარდაქმნა. ანუ ჩვენ გარდაქმნის ორი სახე ვიცით, მეგობრებო, ეგ არის გარდაქმნა, როდესაც ფიგურა ფორმებს იცვლის, ან იწელება, იკუმშება, მაგალითად მსგავსების გარდაქმნა, თვითონ ჰომოთეტიას, მეგობრებო, და არის გარდაქმნა, რომელიც შეიძლება ასე ვუწოდოთ, რომელსაც ესა გადაადგილება. აი, მაგალითად, პარალელური გადატანა არის გადაადგილება. თქვენ სამკუთხედი რაღაცა ვექტორით რომ გადაეტანოთ თითოეული მათგანი ერთი და იმავე ვექტორით, მეგობრებო, ნუ ეგ იქნება გადაადგილება. და მომრუნება, რომ ადგეთ და სამკუთხედი მოაბრუნოთ სიტყვაზე ვქვათ, რომ რაღაცა ასე მოაბრუნე, რაღაცა ცენტრის მიმართ, ეგეც არის გადაადგილება. გადავაადგილეთ რა, პრინციპში. სიმეტრიის გარდაქმნაც პრინციპში. ნუ ერთგვარი გადაადგილებაა, იმიტომ რომ ფიგურის ნებისმიერი ორი წერტილი რომ აიღო, ხო, და აიღო მათი გარდაქმნით მიღებული ორი წერტილი, მათ შორის მანძილი არ იცვლება. მაგრამ რაც შეეხება მსგავსების გარდაქმნაში, აი მაგალითად სამკუთხედი შენ რომ გარდაქმნი მსგავსების გარდაქმნით ასე, ნუ ცხადია A და B წერტილებს შორის მანძილი რაც იყო და მათი გარდაქმნის შედეგად მიღებულ წერტილებს შორის მანძილი, ნუ სხვადასხვა, ხო? და მსგავსების კოეფიციენტი ჯერ აღემატება, ეს თუ არია, ეს არის K. დაახლოებით იგივე რა ხდება ჰომოთეტიის დროსაც, მეგობრებო. რა გჭირდება? ახლა გჭირდება ჰომოთეტიის ცენტრი, ну მაგალითად იყოს O წერტილი, ჰომოთეტიის ცენტრი და გაქვს რაღაცა A წერტილი. და გინდა გარდაქმნა ჰომოთეტიით. მე მას უზახი ასე თქვა გატყორცნას. ну შეიძლება თქვა გატყორცნა არ იყოს და მოტყორცნა იყოს, ან რაღაცა უკან გადატყორცნა, მაგრამ ну მაინც ერთგვარი რაღაცა მოცილებასთან ასოცირდება წერტილის. ხო, როგორ? თქვენ ჰომოთეტიას რომ ვიხილავთ, გჭირდებათ ცენტრი და კოეფიციენტი ჰომოთეტიის რა. კაი, ცენტრი არის O წერტილი და ჰომოთეტიის კოეფიციენტი რა არის? ეს არის რიცხვი, რამდენჯერ უფრო შორს გავსტყორცნი წერტილს. ახლა გატყორცნა რა პრინციპით ხდება? აერთებ ჰომოთეტიის ცენტრს მოცემულ წერტილთან, რაც უნდა გაიტყორცნოს ან ჰომოთეტიით აისახოს სხვა წერტილში და აი მაგალითად ეს რო იყო რაღაცა ამანძილი, ეს არის K-ჯერ A. ერთამდე. აი ეგაა სწორედ A წერტილის ჰომოთეტია A1 წერტილში რა. A1 არის A წერტილის ჰომოთეტია. იდეაში ცენტრის მიმართ K კოეფიციენტით. თუ ყოველთვის გადაადგილება ხდება, ასახვა იმავე წრფეზე მდებარე წერტილში, რაც წრფეზეც მდებარეობს ჰომოთეტიის ცენტრი, აგერ და ჰომოთეტიით გადასაადგილებელი წერტილი რა. გადასაადგილებელი წერტილი. და K-ს ტოლი ყოველთვის არის ცენტრსა და საბოლოო წერტილის შორის მანძილი შეფარდებული ცენტრსა და საწყის წერტილის შორის მანძილს. ანუ ნიშნულში K ყოველთვის გიჩვენებს მიღებული
წერტილიდან ცენტრამდე მანძილი რამდენჯერ აღემატება საწყისი წერტილიდან ცენტრამდე მანძილს. რაღაცნაირად პროცენტის განმარტებას ჰგავს და მნიშვნელში უნდა წავიდეს საწყისი წერტილიდან ცენტრამდე მდებარეობა ყოველთვის რა. მასთან უნდა მოხდეს შედარება. თუ კა დადებითია, წერტილის გაატყორცნა ხდება იგივე მიმართულებით, რა მიმართულებით ის ცენტრის მიმართ იმყოფება, ანუ ასე მარჯვნივ იყო და მარჯვნივ გაიტყორცნება, მეგობრებო, თუ ეს კა დადებითია, თუ კა უარყოფითია, აი მაგალითად ცენტრი თუ არის აქ და წერტილი აქ, ასე ხო, საპირისპირო მხარეს ხდება გაატყორცნა. ну იგივე პროპორციით ისე ორჯერ ეს თუ არის, ეს 2-ა იქნება. ხო, შეიძლება ამ შემთხვევაში კა უარყოფითია და კა თუ ერთზე ნაკლებია მაგალითად, მაშინ ასე თქვათ მოზიდვა უფრო ხდება, აგერ არის A-ო წერტილი, აგერ A და ანუ თავისკენ იგივე მიმართულებით იქნება, რა მიმართულებითაც აწერტილი A1-იც, მაგრამ უფრო ახლოს იქნება 2-სთან. ძალიან ლამაზია, როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ, მეგობრებო, რაღაც ისეთ ლამაზ ნახატი მიიღება, ერთგვარი პროექცია, აი პროექტორს რომ მიანათებთ რაღაც კედელზე და პროექტორსა და კედელს შორის რაიმე სინათლე რო ანათებს რაღაც კედელზე და რაღაცა ხელის ჩრდილი რომ მოათავსო და უფრო დიდი რომ გამოჩნდება კედელზე. აი მაგალითად, ცენტრის მიმართ გვინდა გავაკეთოთ აი ამ სამკუთხედის ჰომოთეტია შევასრულოთ. შედარებით უფრო ასე დავხატოთ. აგერ არის A, B, C და როგორ ვაკეთებთ ამას? ნუ ვაერთებთ, უნდა გავთხოვთ, ნუ კა არის მაგალითად 2 სტოლი, ხო? და 3 სტოლი იყოს. ანუ 3-ჯერ უფრო შორმანძილზე უნდა გავთხოვთ დაახლოებით. ასე და ასე იქნებოდა. აქ იქნებოდა B1. სად იქნებოდა ახლა A1 თუ მე ყვავთ? 3-ისთვის ადგილი თქვით თქვენ 1 რაღაც და ვთქვათ 3, აი რომ ჩავთავოთ, აქ იქნებოდა აი თქვათ ლამაზ ნახაზი შეიძლება არ გაუმივიდეს. ასე და ასე. და ნუ შეერთოთ ახლა ასეთი რაღაც გამოდის, ხო? ქონდა ფიგურა და ასე მიაშუქე აქედან რაღაცა მიანათე წერტილი შუქი და მოგცა კედელზე აი ეს ჩრთილი, უფრო დიდი ჩრთილი. ახლა ჰომოთეტიის ნუ ფაქტობრივად მსგავსების გარდაქმნა გამოდის რა ამ ფიგურის ეგ და მსგავსების კოეფიციენტი არის 3. აქ თითოეული გვერდი ძალიან მარტივი საჩვენებელია ეგ რომ AB გვერდის გარდაქმნით მიღებული A1 B1 გვერდი 3-ჯერ მეტი იქნება მასზე საწყის გვერდზე. ანალოგიურად ყველა გვერდი მიღებული ფიგურის ფართობი 3-ის კვადრატში, ანუ 9-ჯერ მეტი იქნება და ასეთი სიტუაცია გამოდის რა ჰომოთეტიის შემთხვევაში. ახლა, როდესაც ისეთი ცნობილი ფაქტი ჰომოთეტიასთან დაკავშირებული არის, როდესაც k უდრის -1, ანუ ფაქტობრივად შენ გააქვს აქ წერტილი და აგერ გააქვს რაღაცა სამკუთხედი, ხო? რაღაცა ასე დავხატოთ ეს სამკუთხედი და აერთებ მას, ეს წერტილი სად მოდის? ხო უნდა გადმოიტანო მოპირდაპირე მხარეს k -1 სტოლია. ანუ რა მხარესაც იყო აწერტილი, საპირისპირო მხარეს გადმოდის, ხო? რა მხარესაც იყო სიტყვაზე ვთქვათ, აქ B წერტილი, აი ასე საპირისპირო მხარეს გადმოდის, ეგ ასე. რა მხარესაც იყო C წერტილი, ასე გადმოდის და რომ შევკრათ სამკუთხედი, ნუ ცოტა ხა ზომებში აურიებე, მაგრამ გამოდის ზუსტად იგივე სამკუთხედი და ფაქტობრივად გამოვიდა ცენტრული სიმეტრია, ხო? საწყისი სამკუთხედი ოსიმეტრიის ცენტრით, ნუ ავსახეთ, ხო, ცენტრული სიმეტრიით, გადმოვიტანე წერტილის მიმართ სიმეტრიით. ანუ ჰომოთეტია k უდრის -1 კოეფიციენტით, ეს იგივე ცენტრის მიმართ სიმეტრიის გარდაქმნა, მეგობრებო. კარგი, მოდი ახლა, ხო, ყველაზე მაგარი ჩემი აზრით მაინც ჰომოთეტიაზე საუბრისას ეგ არის ვექტორების იდეის გამოყენება. აი მაგალითად, O წერტილის მიმართ შენ გაქვს
A წერტილი O წერტილის მიმართ უნდა ასახო ჰომოთეტი, თქვა კაუდრის ორი კოეფიციენტით და ანუ რა გამოდის იცით? O-ა ვექტორს რომ აიღებ, თანამიმართული O-1 ვექტორი უნდა შექმნა, მიიღო რა. იგივე წრფეზე O-ა ვექტორი, რომლის სიგრძეც, ანუ ეს იქნება O-ა ვექტორი, რომელიც ორჯერ აღემატება O1 ვექტორი O-ა ვექტორს, საწყის ვექტორს. რა მიმართულება ერთი და იგივეა. დადებითი იყო და ყველა, ანუ A1 წერტილის კოორდინატები ფაქტობრივად O წერტილთან რა ვექტორსაც შექმნის, ორჯერ მეტი იქნება A წერტილი O წერტილთან რა ვექტორსაც შექმნის იმაზე. ნუ აქ შეგიძლიათ ჰომოთეტიის შემთხვევაში ვექტორებამდე დაიყვანოთ განმარტება რა. თუ არის დადებითი რიცხვი, მაშინ თანამიმართული A-ჯერ მეტი ვექტორი მიიღება. უარყოფითი რიცხვია, აი მაგალითად k არის, თქვათ -3-ის ტოლი და O წერტილის მიმართ A წერტილი გინდა ამ ჰომოთეტიით გადაიტანო, ხო? ასე შეერთე და უარი O-ა ვექტორი გადმოიტან აქეთ O-1 ვექტორში, რომელიც ასე იქნება O-ა ვექტორი გამრავლებული -3-ზე, ანუ -3-ჯერ დიდი იქნება O-1 ვექტორი O-აზე. O-1 ვექტორი იქნება -3-ჯერ O-ა ვექტორის ტოლი. იმედია ძალიან რაღაც ისეთი ზერელი აღწერა არ გამომივიდა ახლა ჰომოთეტიის 12-ის მეცხრე. იპოვეთ წერტილები, რომლებშიც აისახება ჰომოთეტიით, რომლებშიც აისახება და ანუ 1-2 წერტილი უნდა ავსახო. მოდი კაუდრის 3-ს, ეს ერთი შემთხვევა, მეორე შემთხვევა კაუდრის 1/2-ს, ხო? და მოდი 1-2 წერტილი ავსახოთ. რაღაცა A წერტილია და ეს რაში აისახება? ანუ A1-ს ვთხოვეთ რა. ოღონდ კოორდინატთა სათავეა ცენტრი. არ ავიღებ ახლა ზუსტად ნახას, აი აგერაა კოორდინატთა სათავე, მისი კოორდინატები არის 0, 0. აქ აქვს უქმები რაღაც A წერტილი კოორდინატებით 1, 2 და გვინდა ახლა ამას რომ შევაერთებთ, თუ ავსახო სადღაც, ხო, რაღაც A1-ში და ამ A1-ის კოორდინატები არის რაღაც x და y. და ვეძებ ახლა ამ x-ის და y-ის კოორდინატებს. პირველ შემთხვევაში, როდესაც კაუდრის 3-ს, ანუ რა გამოდის ფაქტობრივად მეგობრებო, დააკვირდით, O-ა ვექტორი მქონდა და ის გარდაიქმნა O-1 ვექტორად. და თან რა ვიცი, O-1 ვექტორი შეფარდებული O-ა ვექტორთან, ეგ არის 3-ის ტოლი. ანუ სიგრძეების შეფარდება 3-ია და O-1 ვექტორის კოორდინატების შეფარდება O-ა ვექტორთან იქნებოდა 3. O-1 ვექტორის კოორდინატები რა იქნება? A1 წერტილის კოორდინატებს გამოაგდება O წერტილის კოორდინატები, ანუ x გამოაგდება 0 და y-საც გამოაგდება 0, ანუ ეგ გამოდის x-ი y. და გამოდის O-ა ვექტორი. O-ა ვექტორი გამოდის 1-ს გამოაგდება 0, 2-ს გამოაგდება 0, ანუ 1 დავწერთ 0, 2-ს გამოაგდებოდა 0 და ეგ არის 1, 2. და შესაბამისად აი აქედან გამომდინარე რა იქნება ხა თანამიმართულია და კოეფიციენტი k3-ის ტოლია, ხო, ანუ ვექტორი 1 3-ჯერ აღემატება მეორეს, ანუ კოორდინატებიც, ესე იგი x-ი შეფარდებული 1-თან, ტოლი იქნებოდა y-ი შეფარდებული 2-თან და ტოლი იქნებოდა 3-ის. ნუ აქედან მარტივი საჩვენებელია, ასე x მერტედი უდრის 3-ს, ანუ x უდრის 3-ს და ანალოგიურად y უდრის 6-ს. ანუ A1 წერტილის კოორდინატები იქნებოდა 3, 6 და მეგობრებო. ეგ ერთ შემთხვევაში. ახლა მეორე შემთხვევა განვიხილოთ აქ. მეორე შემთხვევა რა იქნება, როდესაც კაუდრის 1/2-ს, ხო? ანუ ეგ რა სიტუაციაა? ესე იგი, O წერტილი რომ მქონდა ეს O-ა ვექტორი, კოეფიციენტი თუ 1/2, ანუ ახლოს მოზიდვა ხდება A1 წერტილის რა. მისი კოორდინატები თუ არის 1x და y, ისევ და ისევ. A1 ვექტორის კოორდინატები რა იქნებოდა? x გამოკლებული 0, y გამოკლებული 0, ანუ იქნებოდა
x-ი და y-ი, y ვექტორის კოორდინატებიც იგივენაირად იქნებოდა 1 და 2. ამ შემთხვევაში k ახლა 1/2 ტოლია და შესაბამისად x-ი შეფარდებული 1-თან და y-ი შეფარდებული 2-თან, ეგ არის 1/2. აქედან x-ი უდრის 1/2-ს და y-ი 1-ის ტოლი იქნებოდა, ეგ მარტივად დაითვლებოდა. თითო მაგალითი გავაკეთე ახლა 12-9-ში ორივე პირობისთვის რა. მოდი ნახოთ 12-10. ჰიპოთეტია, მეგობრებო, რომლის ცენტრი არის კოორდინატთა სათავეში და A წერტილს ასახავს 3-9 წერტილში. ანუ მაქვს კოორდინატთა სათავე, 0-0 კოორდინატებით. გვაქვს რაღაცა A წერტილი, რომლის კოორდინატებია 1-3, ზუსტად არ ხატავ ნახას აი ასე, OA1 ვექტორი მქონდა. და OA ვექტორი უბრალოდ და ის აისახა B წერტილში. ასე გაიტყორცნა B წერტილში, რომლის კოორდინატებია 3-9 თქვენი ტყვით. შენ რა იცი, რომ ზუსტად თანამემართულად გაიტყორცნა, იქნება საპირისპირო მიმართულებით გაიტყორცნა. წერტილის კოორდინატები მომიყვება მაგის შესახებ. არ არის მაგის სანერვიულო, ანუ AB ვექტორის კოორდინატები ბოდიში AB ვექტორი არ გვინდა ჩვენ გვინდა OA ვექტორი, ანუ საწყისი, რაც იყო ეს საწყისი. ეგ არის 1-3 იქნება, იმიტომ რომ 1-ს გამოვაკდებოდა 0, 3-ს გამოვაკდებოდა 0. საბოლოო OB ვექტორი, ეგ არის 3-9 და შესაბამისად K კოეფიციენტის ტოლი რა იქნებოდა? K კოეფიციენტის ტოლი იქნება OB ვექტორი საბოლოო რომ შეაფარდო საწყისთან რა. მაგრამ ეგ თან არის ერთსახელა კოორდინატების ფარდობის ტოლიც, ხო? ანუ 3 რომ შეაფარდო 1-თან და 9 შეაფარდო 3-თან, ეგ 3-ის ტოლია ორივე შემთხვევაში. ანუ ჰომოთეტიის კოეფიციენტი რა ყოფილა? დადებითი 3-იანი. მეორე მაგალითი აი ნახეთ, ზუსტად იგივენაირად დავხატავ ახლა, ვითომ არ ვიცი რომ საწინააღმდეგოდ მიმართულია და ოცენტრის მიმართ M წერტილი გვაქვს ასე, შევაერთეთ და აისახა რაღაცა N წერტილში, M წერტილის კოორდინატები არის -4, 2, N წერტილის კოორდინატები არის 8, -4 და წერთ ახლა ჩვენ გვაქვს საწყისი OM ვექტორი, რომლის კოორდინატები -4, 2 იქნებოდა, იმიტომ რომ სათავის კოორდინატები 0-ია. გვაქვს საბოლოო, ანუ ON ვექტორი, რომლის კოორდინატები არის 8-4, ანუ 8-ს გამოკლებული 0, 4-ს გამოკლებული, -4-ს გამოკლებული 0. ვექტორის კოორდინატები არის საბოლოო წერტილის კოორდინატებს გამოკლებული საწყისი, მაგრამ ჩვენ აქ საწყის და საბოლოოს რომ ამბობ, ახლა გულისხმობთ საწყისი ვექტორი, ანუ რა იყო ჰომოთეტიით გარდასაქმნელი და მერე ჰომოთეტიით გარდაქმნისას რა მივიღეთ და გამოგვივა რა? კოეფიციენტი იქნებოდა ამ შემთხვევაში n ვექტორი, ანუ საბოლოო შეფარდებული OM. ეგ იგივე რა გამოდის ერთსახელა კოორდინატების ფარდობა, ანუ 8 შეფარდებული -4-თან და -4 შეფარდებული 2-თან და ეგ გამოდის -2. ამ შემთხვევაში ჰომოთეტიის კოეფიციენტი იქნებოდა -2 და ნახაზი რა თქმა უნდა ტყუილია წესით, ასე უნდა დაგვეხატა. მაგრამ არ ითამაშა გადამწყვეტი რომ ნახაზმა და ჩანდა თავიდანვეც თავი იყო ვექტორების ენაზე მელაპარაკა კოორდინატები დამეწერა და სწორად თუ დავწერდი შესაბამისობას, რა თქმა უნდა, სწორ პასუხს მივიღებდით და პირობიდან გამოჩნდებოდა სინამდვილეში როგორი განატანა ყოფილა. მე-11. საკმაოდ მარტივი ამოცანაა. ჩვენ გვაქვს ასეთი ფუნქცია, ცოტა უცნაური ფუნქციაა, ხო, მაგრამ ასეთ ფუნქციებზე მუშაობის გამოცდილება თქვენ ალგებრაში გაქვთ. ორცვლადიანი ფუნქცია, ორი პარამეტრია და რას აკეთებს? ესე იგი x-ი გადაყავს, ასახავს x + r-ში და y-ი ასახავს y - r-ში. შესაბამისად, ფუნქციის მნიშვნელობაც ორ ესეთი ნაწილიანია რა. გიჩვენებს ერთი ცვლადის გარდაქმნასაც და მეორე ცვლადის გარდაქმნასაც. პირობა გვეუბნება, რომ პარალელურ გადატანას წარმოადგენს და რა წერტილში გადაყავს ამ პარალელურ გადატანას 0, 0, 2, 0, 2, 5 და
ოქროები, ანუ ფაქტობრივად შენ უნდა გაგეგო ამ ფუნქციაში, რომ ჩაგესვა 0 რას მიიღებ. რა თქმა უნდა, მიიღებდი 0 პლუს 1 და 0 მინუს 1, ხო? ანუ 1 მინუს 1. რომ ჩაგესვა 2 0 მიიღებდი ისევ და ისევ 2 პლუს 1, ანუ x კოორდინატას ვუმატებთ 1 და y-ს ვაკლებთ 1, ანუ აქ იქნებოდა 3 მინუს 1. რომ ჩაგვესვა მინუს 2 5 იქნებოდა მინუს 2-ს დაემატებოდა 1 და 5-ს გამოაკლებოდა 1, ანუ ეს იქნებოდა მინუს 1 4. და ასეთ შევამოწმოთ მაინც წერტილებს მივიღებთ. ყველა სწორი. ამ გარდაქმნით. მithormete. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ახლა f მრავალკუთხედი, რომლის პერიმეტრი არის 10. კარგი ბატონო. ანუ გვაქვს პერიმეტრი f ფიგურის და მივიღებთ f პრიმ ფიგურა f-ისგან ჰომოთეტიის გარდაქმნით. კარგი. ანუ ქონდა რაღაცა f ფიგურა პირობითად და რაღაც ცენტრის მიმართ რომ გარდაიქმნა მივიღეთ რაღაცა ასეთი ფიგურა პირობითად რა. ჰომოთეტიის გარდაქმნით რაღაცა, ხო, რაღაც ასე გარდაქმნით ჰომოთეტიით. ეგ არის ცენტრი, ხო, ცენტრი. ეგ არის f ფიგურა, ეგ არის f პრიმ ფიგურა. ჰომოთეტიის კოეფიციენტი არის -1/2, ხო? ნუ რას გეუბნება ახლა, რომ ეს -1/2-ია? ნუ ეს იმას გეუბნება, რომ თუ მანამდე რაღაც f ფიგურა გქონდა, შენ ის მიგიახლოვებია, ოღონდ საპირისპირო მხარეს გადაგიგდია რა. ესე იგი, უარყოფითი რო არის, აქედი გადმოაგდე რაღაცა, ასე იქნებოდა. ოღონდ თან ახლოს ახარ ამ ცენტრთან ერთ-მეორეჯერ, რომ შესაბამისად, მოდი ასე ვქნათ. ყოველი მიღებული გვერდი, რომ შეაფარდო რაღაცა a გვერდი მიღებული, რომ შეაფარდო a საწყისთან, საწყისი ეგ იქნებოდა 1/2-ის ტოლი, ხო? რატო ახლა 1/2 მინუსი რატო არ დავწერე? გვერდებს ვაფარდებთ ოქროები და გვერდების სიგრძეები ხო დადებითია. ანუ ასე თქვა, დავაპატარავეთ ეს ფიგურა, იმიტომ რომ ახალს აფარდებ ძველთან და ეგ იქნებოდა სიგრძეების შემთხვევაში 1/2, ნუ მინუსი, იმიტომ რომ მოპირდაპირე კოორდინატთა სათავის მიმართ მოპირდაპირე მხარეს არის, აქეთ იყო და მოპირდაპირე მხარეს გადააგდე. ანუ რა გამოდის? ყოველი მიღებული გვერდი გამოდის 1/2 საწყისის, ანუ საწყისის ნახევარი. და შესაბამისად პერიმეტრი რა იქნება? პერიმეტრი ხო გამოვა ნახევარ 1/2 მთელი მანამდე მოცემული ფიგურის პერიმეტრის, იმიტომ რომ ყველა გვერდი განახევდებოდა და შესაბამისად მივიღებდით ორჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე თავიდან იყო. მეგონია მიგდით ამ ლოგიკას ოქროები. მოდი აქ დროებით შევწყვეტოთ ჩვენი ჩანაწერი და აქ დავსრულდა A კატეგორიის ამოცანები და B კატეგორიის ამოცანებით დაგიბრუნდებით ცოტა ხანში.